გამარჯობა ბიბლუსი თოქს უსმენთ, მე გიორგი კეკელიძე ვარ და სტუმრად ყავს ისეთი კაცი, რომელსაც ასევე უსმენთ ხოლმე. სხვა აზრით ბუნებრივია, მე ბონცუბიძე არის ჩემი სტუმარი, შესანიშნავი ქართველი მუსიკოსი, მომღერალი, ფრანკოფონი, მთარგმნელი და ასე შემდეგ. მან ცოტა მეშინია გაგრძელება, მე იმიტომ რომ უბრალოდ კარგი ადამიანი უნდა ვთქვა და ეგ სარისკო ამბავია, ხო იცი, სხვანაირად უყურებს მაგ საქმეს სხვა მსმენელი. მოკლედ, ძალიან დიდი მადლობა პირველ რიგში მოსვლისთვის. დავიწყოთ მუსიკით. საინტერესოა შენთვის აი შენი თაობის ადამიანისთვის მუსიკასთან მიახლება როგორ ხდებოდა? რა იყო ის გზა? მაინდამაინც ესეთი ზედაპირულ ამბავს არ ვიძახი, რომ სადღაც ფანჯრიდან მომესმა და ვიღაცას ჩართული ქონდა, არამედ უფრო ღრმად, რომ შენ გაგეგო რა იყო მუსიკალური ალგორითმი. პირველ რიგში მადლობა, რომ მომიწვიე. იმას წარდგენას დავამატებდი, რომ ძალიან არ მომწონს ხოლმე და ხშირად მიფიქრია, რომ აი როგორც შენ თქვი, რომ კარგი ადამიანი ძალიან ისეთი უცნაური წარდგენა, იგივე არის. მე მგონია, რომ შენ კარგი ადამიანი ხარ. არა, მესმის. ყველასათვის საყვარელი. აი ეგ არის ხოლმე, რომ მან დუიბნები ხოლმე, რომ ეგეთი ხო არავინ არ არსებობს რეალურად და არ მომისმენი არსად ჩვენთან ხშირად არის დამკვიდრებული, რომ ყველასათვის საყვარელი მწერალი. მაგრამ ეგრე ხო მეც ეგრე მაცხადებენ და კი, მეც მაცხადებენ ხოლმე. ყველასათვის საყვარელი მუსიკოსი. თვითონ მუსიკაზე რო გადავიდეთ, მაშინ მეც უფრო სხვა ჭრილით ვოყვები მაგ ამბავს, როგორი იყო მუსიკასთან ურთიერთობა, იმიტომ რომ საკმაოდ რთული იყო. იმაზე არ ვისაუბრებ, რომ რაღაც მუსიკალურ შვიცლეთში დავდიოდი, რაღაც პიანოზე დაკვრა ვისაუბრე. ვისაუბრებ, ეგ მნიშვნელოვანი ნაწილია. ხო, ეგ იყო რაღაცა კულტურის აუცილებელი ამბავი იყო ჩვენ დროს. ყველა მე მგონი ახლა შეიცვალა ეგ. ალბათ. იმიტომ რომ მაშინ რაღაც ყველას გვედგა ეს ძველი პიანინო სახლში, ცოტა ავეჯის ნაწილი იყო ეს პიანინო და მე ყველა შევყავდით მუსიკალურ შვიცლეთში. მე ვიყავი გამონაკლისი, იმიტომ რომ მუსიკის მაგერად ცეკვაზე შემიყვანეს. ხო, ეგ ალტერნატივა იყო მეორე, კი, ცეკვა ან მუსიკა. მაგან თავისი როლი ითამაშა, მაგრამ რეალურად მუსიკა ჩემს ცხოვრებაში უკვე როგორც მაგ დროს იყო, რომ პირიქით ცოტა უკურიაქცია მქონდა რა, იმის გამო რომ აი მე-7 მე-8 კლასიდან როცა უკვე თბილისში ვცხოვრობდი სულ და ცოტა ისე თუ არანცოვზე ვცხოვრობ ეხაც და ცოტა ის იყო რა დღეს მგონი შეცვლილია ეგ ამბავი, მაგრამ მაშინ აი ნოტებით სიარული ცოტა ისეთი ამბავი იყო რა 13-14 წლის ბიჭისთვის უკვე ეგ კუდი შენთანც არსებობდა. კი, იმიტომ რომ ძირთად 80-90-იანების აი 2002-1 იყო და მოყოლილი კუდი იყო რა კიდე არსებობდა, რომ აი მახსოვს რომ მე-8 კლასში ნოტებს უმალავდი და უბანში ისე გავდიოდი, რომ არ გაეგოთ რომ დავდი. კიდე კაი ვიოლინოზე არ დავდიოდი, თორემ მაგას ვეღარ დავმალავდი. ანუ მაგან გამოიწვია ის, რომ მაგ პერიოდში მე გავანები, ანუ არავის არ მიფიქრია მაგ დროს რომ მუსიკა უნდა ყოფილიყო ჩემი ცხოვრება. აი მე ყველაფერი შეიცვალა, სახლში ვიპოვე ძველი გიტარა, ბებია ჩემის და ავიღე გიტარა. და მინდოდა უბრალოდ რაღაც რა მუსიკას უსმენდი, Radiohead-ი, Oasis-ი, აი ამ ჯგუფების სიმღერების დაკვრა. მე აღმოაჩინე რომ სიმღერა შემიძლია და ეს რომელი წლები? ეს იყო 2005-6. ანუ სადღაც 15-16 წლის ვარ. მაგიტო არის რომ რეალურად სიმღერა ესე არცად არ მისწავლია. ერთადერთი მასწავლებელი მყავდა, რომელმაც უბრალოდ ერთი თვის განმავლობაში ბაია მასწავლებელმა მასწავლა სწორად ნოტების აღება, რომ ყელი არ დავიზიანო და ასე შემდეგ. თორე სხვა მხრივ, ანუ ჩემს მუსიკალურ როგორც მომღერლის ჩამოყალიბებაში არავინ არ მიიღო როლი. ამიტომ ცოტა ჩემებურად ვღერი რა. რაღაცებს შეიძლება არასწორად, რაღაცებს შეიძლება არავოკალისტურად, მაგრამ ჩემი ნაწილია როგორც მუსიკოსი. ეგ ხომ მაინდამაინც გამსაზღვრელი არ არის მომღერლისთვის, იმიტომ რომ ეს სწორი სიმღერა ხშირ შემთხვევაში მომხიბვლელი საერთოდ არ არის. საერთოდ არა. ლორკას აქვს ფანტასტიკური ესე დუენდეზე, სადაც ერთ-ერთი ძალიან მაგარ ესპანელ შემსრულებელზე ლაპარაკობს, რომელიც რეალურად ძალიან არასწორად მღეროდა. კი ბატონო. ქალე. მაგრამ ეს არასწორო თვითმიზანი არ უნდა იყოს ცხადია, მაგრამ თუ ახლავს ეს დუენდე, რომელიც არ აიხსნება სიტყვით, უბრალოდ უნდა რაღაცნაირად იგრძნო, მაგარი გამოდის. ეგ ეგრეა. მე სულ ამბობ ხოლმე, რომ ადამიანები ძირთად ურევენ, ვინ არიან ვოკალისტები და ვინ არიან მუსიკოსები. იმიტომ რომ ვოკალისტი, მომღერალი ჩემთვის უფრო მეტად არის რაღაც სპორტივით არა, მაგრამ აი სულ ფორმაში უნდა იყო და იცოდე ტექნიკა როგორ იმღერო. ყველა მუსიკოსმაც იცის ბუნებრივია სიმღერა, მაგრამ აი ჯონი კეშს შეიძლება რაღაც 5-ნოტიანი დიაპაზონი აქვს, მაგრამ ყველაზე დიდი მუსიკოსია ჩემთვის, ვინც ისეთ ამბებს ყვება თავისი იმ პატარა 5-ნოტიანი დიაპაზონით, რომ შეიძლება ვიღაცა 3 ოქტავა აქვს, მაგრამ მაგას ვერ მოგიყვება. ხო და ეგ მეორე მხრივ მე ბედნიერი ვარ ამის, იმიტომ რომ ჩემზე არავის არ მოუხდენია გავლენა, გარდა იმ მუსიკისა, რასაც ვუსმენდი. იმ ჯგუფებისა და იმ მუსიკოსების. და ის მუსიკა როგორ შემოვიდა? ეგ მუსიკა
ეგეც ძალიან ისე შემოვიდა. აი ისეთ მართლა კუდი მომიწია მე არ ვარ მოყვარული რაღაცა სნობური სეგრეგაციის მუსიკაში და ასე თუ ისე მელომანი ვარ და მგონია რომ სადაც ხმა არსებობს იქ შეიძლება დაიჭირო მნიშვნელოვანი. მაგალითად თქვა აი Cage-ის ექსპერიმენტები რომ კი, გავიხსენო და კიდე ბევრი რამ. ამიტომ ჟანრი არ მგონია მთავარი. მგონია როგორია კი ბატონო. შესრულება, როგორია იდეა, როგორია ხარისხი. კი. რატო ვამბობ? ის ჯგუფები რომელიც ჩამოთვალე, ხო, ითვლება მაინც სეგრეგაციული აზრით თუ გაყოფით გემოვნებიან მუსიკად, ხო? როგორც წესი ეს ასეთ საშუალო სტატისტიკურ მოცემულობაში პირველი არ შემოდის, იმიტომ რომ პოპულტურა გთავაზობს სხვა რამეს. ამიტომაც მაინტერესებდა, რომ აი როგორ შემთხვევითობა იყო, თქვათ ეს ჯგუფები რო აღმოაჩინე, ვიღაცამ გირჩია და მე შენი გემოვნება უბრალოდ დაემთხვა. კი ბატონო. არა, მეც მოყვები ზუსტად იგივე აზრზე ვარ, რომ არ მიყვარს რაღაცების დაყოფა. მოკლედ, არასდროს ჩემგან ვერ მოისმენ და არ ვეთანხმები არავის, ვინც ამბობს, რომ სადღაც მომისმენია, რომ ესე ვთქვათ, რომ არსებობს კლასიკური მუსიკა და მერე აი შეიძლება არსებობდეს ჯაზი და დანარჩენი მუსიკა არა. კლასიკური მუსიკა შეხედოს არის ხალხი, რომელიც ამბობს, რომ ბაროკოს მერე აღარ უსმენს. ანუ მანდაც არიან ისინი, ვინც ხო, ანუ ყოველთვის იპოვე ეგეთ ადამიანს. მე ვარ იმ იდეისკენ, რომ ნებისმიერი მუსიკა, რომელიც არის გულწრფელი, რომელიც გამოხატავს რაღაც კონკრეტული ადამიანის სათქმელს, არის კარგი მუსიკა. ანუ ეს მუსიკა შეიძლება იყოს ერთ ფანდურზე ამღერებული 3 ნოტი ან რაღაც ამბავი, მაგალითად რომ ჩვენი ფოლკლორის დიდი ნაწილი რაც არის, სადაც ცოტა შაირებივით რაღაც ლექსებს ყვებიან, ის არის რომ უბრალოდ 2 ნოტს იღებს, მაგრამ გიყვება იმხელად კივილს, იმხელა ემოციას, იმხელა ამბავს, რომ როგორ შეიძლება რომ ვთქვა რომ ეგ არ არის მუსიკა და მუსიკა არის მხოლოდ რაღაც. ამიტომ მგონია რომ ყველა მუსიკა არის მუსიკა, რომელიც გამოხატავს და ამბობს რაღაც სათქმელს. ბუნებრივია ხა ჩემ შემთხვევაშიც ეს ის პერიოდია, როცა ჯერ კიდე MTV იყო აქტუალური, VH1-იც მქონდა, საკაბელო არხები იყო, მაშინ მე ვყვები 2000-იანების დასაწყის 2005-6 წლამდე, როცა რეალურად უსმენდი ამ რაღაცებს. მაშინ რუსული MTV მქონდა ჯერ კიდე. ანუ ბუნებრივია რომ რაღაც ეგეთ მუსიკას უსმენდი. რუსულ სიმღერებსაც უსმენდი, რაღაცებს, მაგრამ მე უბრალოდ მან ნათელი წერტილივით ჩემ ცხოვრებაში გამოჩნდა ის, რამაც რეალურად შეცვალა, იყო რომ MTV-ზე Linkin Park იყო არის ეგეთი ჯგუფი პრინციპში, უბრალოდ შეიცვალა ის თავი რომ მოიკლა ვოკალისტმა, მე რაღაც ეხლა ყავთ ქალი ვოკალისტი და თავიდან ცოტა ისე ვიყავი, ვერ ვიგებდი მაგცულებას, მაგრამ მე მივხვდი რომ სწორად მოიქცნენ, იმიტომ რომ ჩესტერს ვერ ჩანაცვლებდა სხვა კაცი ვოკალისტი და მოიფიქრეს რომ შედარება რომ აღარ გამოგდის, ისეთი ცულება მოახდინეს. Linkin Park იყო პირველი და მე ჩემი მეგობრები, რომლებიც მაშინ ეხლა მოსწავლეთა ეროვნული სასახლე ქვია, მაგრამ მაშინ პიონერის სასახლეს ვეძახდით ხოლმე. მაშინაც ეგრე ერქვა, მოსწავლეთა ეროვნული. მაშინაც ეგრე ერქვა, უბრალოდ ხო, დღესაც ასე ქვია, დღესაც პიონერთა ეძახის. დღესაც ეძახის ეგრე, ხო? მაშინ ჩვენ ეგრე ვეძახდით. როგორც აი ვარანცოვის მოედანს ვერაზდოს ვერ დაუძახებ, რატომღა ზაარბრიუკენის მოედანს. არა და 30 წელზე მეტია ეგრე ქვია. ხო და მაგ პერიოდმა განაპირობა ის, რომ ეს დაახლოებით რომელი პერიოდი არის რუსთაველის გამზირი რო იკეტებოდა შაბათ-კვირას. სეირნობები რო იყო, აი ეგ ეპოქა არის, მან ხელმეც ვისეირ. ხო, მე უფრო ხშირად, იმიტომ რომ იქ ვცხოვრობდი 13-14 წლის ვიყავი 12 რაღაც და სულ ავდიოდით და მანდ იყო ესე რომ რაღაც ხო იცი ყველა ადამიანს რაღაც მომენტში გვჭირდება რომ რაღაც მით უმეტეს მაგასაკში როცა თინეიჯერი ხარ რომ რაღაც ჯგუფს მიეკუთვნებოდე. შენი სოციალური სტატუსისთვის რომ აი ვინ ხარ რა, რეპერი ხარ, როკერი ხარ და მაშინ აი ეგ დაყოფა. სუბკულტურული არსებაა. ზუსტად, ხო, ვიღაცას ვეკუთვნი რა და მე როკერების კასტას მივეკუთვნებოდი იმ პერიოდში, იმიტომ რომ რაღაც ჯაჭვებით რაღაცები დავდიოდი და ვუსმენდი როკს. Linkin Park-ი მერე იყო ცოტა უფრო მძიმე მუსიკა, System of a Down-ი მერე კიდე უფრო მძიმე მეტალზეც გადავედით, მაგრამ რეალურად აი ეს იყო ის პერიოდი, რამაც ჩემი გემოვნება ეს აქეთკენ ჩამოაყალიბა. რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, მე თვითონ საერთოდ სხვანაირი მუსიკას ვქვნი და ვღერი, რაღაც ჩემი ხმის ტემბრიდან და იმიდან გამომდინარე, მაგრამ წლების მერე რომ დავფიქრდი, Linkin Park-ის გავლენა ძალიან დიდია, იმიტომ რომ მაგალითად სიმღერის სტრუქტურები რაღაც ეტაპზე სულ იგივენაირი მქონდა როგორც Linkin Park-ს. ხო, ეს Linkin Park-ის გავლენაც არის და საკუთარი ბავშვობის. რა თქმა უნდა, რომელიც ილექება და შენ არ იცი, მაგრამ ნუ აი უბრალოდ ეგრე იქცევი რა. შესაბამისად ეგ იყო, მაგრამ მე მგონია რომ დღემდე შემომრჩა ეგ სიყვარული, რომ ძალიან მიყვარს პოპ სიმღერების აღება და ჩემებურად გაკეთება. ინტერპრეტაცია. Ძალიანად ცვლი ხოლმე და აბსოლუტურად ვირგებ და სხვანაირი გამოდის და ბევრი მე ამბობს, რომ ოი რა კარგია ის, თურმე რა კაი სიმღერა ყოფილა, მაგრამ მანდ რატო ვაკეთებ ამას? მჯერა რომ
რაღაც პოპ სიმღერები, რომელსაც აი შეიძლება ზუსტად იმიტომ რომ რაღაცა ესე სეგრეგაცია გვაქვს და აი მაგ მუსიკას საერთოდ არ უსმენთ და ჩვენთან ბარიერი არის, ძალიან ბევრი კარგი პოპ სიმღერა შეიძლება გამოგრჩეს არეალიდან, იმიტომ რომ რეალურად კარგია რა, ამ მაგ პოპ სიმღერებს ხო უმეტეს ნაწილს წერენ ისეთი მუსიკოსები, რომლებსაც ჩვენ პატივს ვცემთ და აქეთა ნაწილში გვყავს, ანუ კარგი მუსიკოსები. ისინი უწერენ ამ მელოდიას, ამ სიმღერას და მერე მღერის ვიღაც პოპ მომღერალი. შესაბამისად, სუ არის აი განსაკუთრებით ახლა ამერიკული პოპი რაც არის, ძალიან ბევრი კარგი სიმღერაა. საქართველოშიც აი ძალიან ბევრი კარგი პოპ სიმღერა გვაქვს 90-იანებიდან რო გავიხსენოთ, რავი, აი ყველა კარგია და რაღაც ეტაპი იყო ეგ რომ ამ მუსიკას არ უსმენდით. შენს გემახსოვრება რომ რაღაც ითვლებოდა რომ აი ესტრადა და მოდი არ მოусმინოთ. საბედნიეროდ ეგ ახლა შეიცვალა. და აი ახალ პერიოდში აი ეს ძველი მომღერლები, რომლებიც რაღაც ეტაპზე ითვლებოდა რომ ეს ესტრადაა და მე უფრო მაღალ მუსიკას უსმენ და მაგას არ მოусმენ, დღეს უკვე ჩვეულებრივ უსმენთ ყველანი რა. როგორ მოხდა ეგ, როგორ მოაბრუნეს ეგ ამბავი, არ ვიცი, მაგრამ მე ძალიან მიხარია, იმიტომ რომ 90-იანების მუსიკას 90-იანების კი უფრო ადრე 90-იანებს გულისხმობ. ვია არა, უფრო აი 90-იანების ბოლო 2000-იანების დასაწყის გულისხმობ რა. აი ლელა წურწუმია, ეგ მომღერლები რაღაც პერიოდი იყო რომ პოპია და მე არ მოვუსმენ, მაგრამ დღეს ყველა უსმენს. ფიქრობ რომ ინტერპრეტაცია ზოგი ამას covers ეძახი, ზოგი კიდევ სხვა რამეს, ხო? და მე ინტერპრეტაციის სასარგებლოდ ვფიქრობ ზოგადად, არის ასეთი ეს სუზან სონტაგის ინტერპრეტაციის წინააღმდეგ და იქიდან გადავათამაშე ეს სიტყვები. შეიძლება აღემატებოდეს საწყის. ეგ რთულია. აი მაგალითად აუმჯობესებს ხანდახან? აი მაგის ჩემთვის ყველაზე ესეთი მაგალითი, სადაც მე ხა თავი რო უხერხულად არ იგრძნო რომ არ თქვა და ვიცი რომ არ ხარ ეგეთი ტიპი რომ მე გავაუმჯობესე ზოგადი აზრით ვეგე. კი, არა, რა თქმა უნდა, აი ზოგადად ვამბობ, მაგალითად ლეონარდ კოენის ჰალელუია. რომელიც ლეონარდ კოენის სიმღერაა და რომელიც გენიალური სიმღერაა. მაგრამ აი ჯეფ ბაკლის შესრულებით. მე ჯეფ ბაკლის შესრულებით მიყვარს. უფრო მოგძონს. უფრო მომწონს კი არა, საერთოდ აი ლეონარდ კოენი ძალიან მიყვარს და ვუსმენ. მან ძალიან სერიოზული დავები მიდის რა. რომელი ჯობია, ხო? რომელი ჯობია. მაგალითად Screaming Jay Hawkins-ის Up to Spell on You Jobs თუ ნინა სიმონეს. ხო და აი რომელი ჯობია. ალბათ გემოვნებაზე მიდიხარ და მან უბრალოდ მე სულ ვამბობ რომ ესე ვერი. რომელს უფრო გაიგებ. ეგ არის რომ მაგალითად ჯეფ ბაკლი ჩემთვის როგორც შემსრულებელი და მუსიკოსი ჩემთან უფრო ახლოს არის ემოციურ დონეზე. ანუ ლეონარდ კოენსაც უსმენ, მომწონს, მაგრამ უფრო მეტი შანსია რომ ჩემი გულის რაღაც სიმები ჯეფ ბაკლიმ ააჟღეროს, ამოძრავოს. შესაბამისად ის სიმღერა რომელიც ძალიან გენიალური არის და დაწერა ლეონარდ კოენმა, ჯეფ ბაკლიმ ააჟღერა ისე რომ ჩემთან უფრო ახლოს მოვიდა. ეს არნიშნავს რომ რა თქმა უნდა ლეონარდ კოენზე კარგად ასრულებს. უბრალოდ მგონია რომ განსხვავებულად, რომელიც შეიძლება უფრო მეტმა ადამიანმა გაიგო. და სხვა შორის ძალიან საინტერესო რაღაც თქვი რომ გემოვნების და მიდრეკილების ამბავია რა. მთავარია რომ თემა იყოს საინტერესო და თუ თემა საინტერესოა, მე იმდენად მნიშვნელოვანი ხდება ეგ რომ რაღაცნაირად თქვა ყველა ტიპის მსმენელს ერგება, ხო? და შესაბამისად ხო, მე მაგალითად აი Strange Fruit ძალიან ცნობილი სიმღერა, ხო, რომელსაც Billie Holiday ღერის თავის დროზე ძალიან სოციალური სიმღერა იყო, ძალიან ბევრმა შეასრულა, მაგრამ არის რამდენიმე ინტერპრეტაცია, რომელიც აი Billie Holiday-ის მასშტაბის არის, ხო? მაგალითად აი ბონამასას და ბეთ ჰარტის დუეტი, რომელიც არის ან თქვა ხო Wynton Marsalisის და თქვა რიშარდ გალიანოს შეხვედრა. მაგრამ სამივე სხვა ტიპის მუსიკაა რა და ამ თვალსაზრისით თქვა კი მოგყვები და გეთანხმები. საინტერესოა რა, როგორი არის მუსიკალური კარიერა ამ სიტყვის მიწიერი გაგებით 2000-იანი წლების მუსიკოსისთვის ფინანსური აზრით, რამდენად არსებობს მენეჯერი, როგორ უნდა მოიპოვო პოპულარობა. უკვე ნელ-ნელა შემოდის სოციალური ქსელები, მიწურულს 2000-იანი 2010-11 წლები უკვე ნუ რეალურად Facebook-ი ფეხს იდგამს საქართველოში, ხო? აი შენი კარიერა ამ თვალსაზრისით როგორ იყო, როგორ გაღიარა მსმენელი? ძალიან რთული იყო. იმიტომ რომ ფინანსური ნაწილი მნიშვნელოვანია რა ყოველთვის. დღეს რო ვუყურებ რაღაცებს, დღეს რაღაცები უფრო
მაინც რთულია, მაგრამ რაღაცები უფრო ადვილია, იმიტომ რომ მაგალითად შენი სიმღერა თუ ცნობილი გახდა რაღაც მომენტში, სტრიმინგ სერვისებიდან, აი Spotify იქნება თუ რაღაც თანხა მაინც შემოგდის. ანუ შეიძლება ეს თანხა არ იყოს იმხელა, რომ რაღაც სახლი იყიდო და მანქანა იყიდო და დაისვენო სადმე კურორტზე, მაგრამ მე სულ მიფიქრია, რომ მუსიკოს, ალბათ ხელოვან ადამიანსაც, მაგრამ მე შემთხვევაში მუსიკოზე ვისაუბრებ, რეალურად ფული არ გვჭირდება. ფული გვჭირდება იმისთვის, რომ ვიცხოვროთ და არ გქონდეს რაღაც პრობლემები, მაგალითად კომუნალურები გადავიხადოთ, საჭმელი გქონდეს. ყოფითი აზრით მხოლოდ მე ეგრე ვხედავ. ძვირი ხელოვნება არ არის შენი. როგორც მაგალითად კინო. ზუსტად, იმიტომ რომ აი მუსიკოს მაგალითად მე რაღაც ეტაპზე ესე აქტიურად დავიწყე 2011-დან, როცა გადავწყვიტე, რომ უკვე მივხვდი, რომ რაღაც ვიგრძენი, რომ უკვე სიმღერებს წერ და მოდი ხალხსაც ხო არ მოვასმენინო. ძალიან რთული იყო. იმ პერიოდში ერთადერთი რაც იყო, რომ რაღაც კონკურსზე გავედი, იმიტომ რომ მართლა სხვა გზა ვერ ვნახე, რომ მეთხალს გაეცნო ჩემი მუსიკა. მაგრამ მე დამიდგა ის პერიოდი, რომ რეალურად საკუთარი მუსიკით შემოსავალი ვერ ვნახე. და ამის გამო მე რაღაც 2 წელი გავანებე თავი. მაგრამ აი დღევანდელი დღე რო ყოფილიყო, ეგ შეიძლება სხვანაირად მომხდარიყო, იმიტომ რომ აი ხა დღეს მაგალითად იანვარში რაღაც ახალი სიმღერა დავდე, რომელიც სოციალური ქსელების წყალობით სხვათა შორის TikTok-ი ძალიან დამეხმარა. TikTok-ზე დავდე და რომ ამბობენ TikTok-ზე გავარდაო, როგორც ეს თანამედროვე ტერმინოლოგიით ვიტყვით და ძალიან გაუცნობიერებად, ანუ როცა უკვე YouTube-ზეც ადის ნახვები, უკვე ეს დარეგულირებული რო არის, რომ რაღაც შემოსავალი მოდის ამ სტრიმინგ სერვისებიდან. ანუ თვეში შეიძლება ბევრი არ იყოს, მაგრამ რაღაც 800-900 ლარი გამოგდის რა. ყველა ერთად, რა თქმა უნდა. ოღონდ ეს იგულისხმება იმ სიმღერაზე, რომელიც პოპულარული გახდა. მაგრამ როგორ აკონტროლებს ავტორო ნაწილს? სადაც twist-ავ ისინი გიკონტროლებენ, ანუ დისტრიბუციის სერვისები რაც არის, იქიდან ეს იგზავნება და ისინი ყველგან, ანუ არ მეგულისხმობენ TikTok-ებს და ასეც. ხო, ეგ აკონტროლებს ის სადისტრიბუციო კომპანია, აკონტროლებს, რომ TikTok-ზეც რო გადის, მე იქიდან შემოსავლებს გიგენერირებს და გადადის. სხვა არ დადოს შენს მაგივრად. სხვა შეუძლია რომ დადოს, უბრალოდ რო დადებს, იმ შემოსავალი ჩვენთან მოდის რა. ეგ ძალიან კარგად არის კონტროლებადი და აი 2000 ეგ ნაწილი სხვა შორის არ ვიცოდი. ხო, ეგრე არის, ძალიან კარგად არის. YouTube-ზე მე მგონი აკრძალულია. YouTube-ზე როგორ არის, იცი, გიორგი, აი ნახე, შეუძლიათ ჩემი ტრეკი დადონ. და მე მომივა შეტყობინება, რომ ვაძლევ თუ არა უფლებას და მე შემიძლია არ მივცე უფლება. ან მივცე უფლება, უბრალოდ თელი შემოსავალი. დადონ ან რამეს დაადონ. რამეს დაადონ, მაგას გულისხმობ და მთელი შემოსავალი მოვიდეს ჩემთან მაგალითად. ჩემს ინტერესებშიც არის პრინციპში, რომ დაიდოს უბრალოდ შემოსავალი. დაუბრუნდეთ სანამ თქვათ ამ ეპოქასთან მოვალთ, აი როგორ ახერხებდი მაგალითად მსმენელის ყურადღების მოკრებას. ტექნიკურად როგორ ხდებოდა ეს პროცესი? სადმე მიხვედი ბარში, უთხარი რომ მე კონცერტს გავმართავ, კარგი ხმა მაქვს. გიტარაზე დაგრავიცი. ნუ მანდი იყო რომ სტუდენტი ვიყავი მაგ პერიოდში. ერთი რომ მახსოვს რომ მთელი სტუდენტობა გიტარით დავდიოდი ყოველ დღე. სწავლობდი თან სხვათა შორის ეგრე არ იყო რაღაც ჩაბარებული, ანუ კარგად ვსწავლობდი ნორმალურად, მაგრამ სულ მქონდა გიტარა. ერთი გზა მაშინ რაც მქონდა ის რომ უბრალოდ უნივერსიტეტში ყველა მიცოდა რომ უკრავდი და უმღეროდი, იმიტომ რომ მართლა ყოველ საღამოს უნივერსიტეტის ბაღში სადმე ვიკრიბებოდით უკრავდი და პერიოდულად აი ვაპარებდი, ხო იცი, აი კავერებს, ინტერპრეტაციებს ვასრულებდი, მაგრამ თან ჩემს სიმღერებსაც რომ აი გაიგეთ ნახეთ ჩემი სიმღერებიც მაქვს. ერთი მაგზას აქტიურად ვაკეთებდი, მეორე იყო რომ უბრალოდ რამდენიმე ჩანაწერი გავაკეთე მეგობართან სახლში, რა თქმა უნდა, სტუდია ხმამაღანა თქვა, მე მეც მქონდა ეგეთი პატარა სათავსოში მოვიწყე პატარა სტუდია სახლში. ჩანაწერები გავაკეთე და მაშინ სხვათა შორის პირველი წარმატება რამაც მომიტანა, Facebook-ი ჯერ კიდე მუშაობდა როგორც მუსიკის გაზიარების საშუალება. დღეს ფაქტობრივად წარმოუდგენელია, რომ ესე YouTube-ის ლინკი დადო და ხალხმა შეიძლება არც კი ანახოს ხალხს ეს YouTube-ის ლინკი. და მაშინ მახსოვს, რომ 2013 წლის 3 დეკემბერი იყო, პროექტი მქონდა The Bear Fox, დათვი და მელა, მე ვიყავი მელა, ჩემი მეგობარი დათვი, რომელთან ერთადაც დღემდე ერთად გვაქვს საქმე, აი სტუდია Heima Production-ი ერთად გვაქვს. ანუ ერთად ვაგრძელებთ მუსიკის კეთებას, უბრალოდ Bear Fox-ი დავასრულეთ ეგ პროექტი, მაგრამ პირველი წარმატება იყო ეგ პროექტი, რომელიც 2013 წლის 3 დეკემბერს უბრალოდ დავდეთ ეს სიმღერა და მახსოვს, რომ გააზიარა ბევრმა ადამიანმა. მე დადო მაშინ მარკეტერი იყო, იწყებდა პირველ ნაბიჯებს გავდა, ახალი იყო ჩვენსავით და მარკეტერმა გააზიარა დადო, რომ ნახეთ რა მაგარი ახალი ჯგუფი გაჩნდა საქართველოსშიო და მახსოვს რომ YouTube-ზე რაღაც 3 დღეში 10000 ნახვა დააგროვა და მაშინ 2013 წელს იყო სრული სიგიჟე, მართლა არ მჯეროდა. მე მაგას მოყვარო ეს სიმღერა მოისმინა აჩიკო გულედანმა და ბექა ჯაფარიძემ მან მოისმინეს ალტერ ვიჟენში და ახალი წლის კონცერტზე დაგვიძახეს, დაგვაკროვინეს და მე უკვე
ზაფხულში ოფენიარზეც დავუკარით. ჩემთვის ეგ იყო ყველაზე უკვე ლეგიტიმაციაა. ეგ იყო ჩემთვის ყველაზე დაუჯერებელი 6 თვე. მაგრამ მაგას მოყვა ის, რომ იქამდე 22 წლის მებოს ეგონა, რომ აი ხალხი რო გაიგებდა მის მუსიკას და ოფენიარზე რო დაუკრავდა, ყველაფერი იყო, მერე ყველაფერი იქნებოდა მორჩა. აი ეგ არის. ამის მერე ესე ყოველდღე გირეკავენ. უკვე სუპერ პოპულარული. ხო, პოპულარული კი ხარ, მაგრამ მე მეგონა რომ მაგის მერე ხდებოდა, რომ ესე დაგირეკავდნენ და მოდი სიმღერა აქ ჩაწერე, მოდი ესქენი. მე პირველად გაზეთში რო დამბეჭდეს, ქუჩაში დავდიოდი, ძალიან მეკვირდა ხალხი რატო ვერ მცნობდა. 2-1 წელი. ხო, ეგ არის. ხო და მე რეალურად ეგ არის ყველა მუსიკოსი გადის მაგას გონი. ეხა ამას იმიტომ ვსაუბრობ, რომ სხვათა შორის YouTube-ზე მუსიკალური არხიც დავიწყე ცოტა ხნის წინ და სწორედ იმიტომ, რომ მინდა რომ რეალურად ეს ჩემი გამოცდილება, რომელიც ნიშნავს იმას, რომ ყველა ახალგაზრდა მუსიკოს ელის წინ ეგ მომენტი, რომ რაღაც არისთვისაც ეხლა მიისწრაფის, მიაღწევს და შეიძლება მის თავში გონია, რომ აი ამის მიღწევით მე ყველაფერი მარტივია ან რაღაცა. და სიამოვნებაში არის პირიქით. რაც უფრო მეტ ეტაპზე მიდიხარ და რაც უფრო მეტს აღწევ, უფრო მეტი უნდა იშრომ. ანუ ოფენიარზე დაკვრვის შემდეგ რეალურად მივხვდი, რომ 10 მაგად უნდა მეშრომა იმისთვის, რომ შემდეგ ოფენიარზეც დამეკრა. და 100 მაგად იმისთვის, რომ ეს ხალხი ვინც თუ მაგალითად 2013 წლის დეკემბერს ერთი სიმღერით გახდი ცნობილი და მოეწონე მსმენელს. მე მექსმენელი შენგან 10-ს მოითხოვს. მე 100-ს მოითხოვს. ანუ მე ერთი აღარ არის საკმარისი. მე იცვლება ისიც, რომ ერთხელ რო კარგი გააკეთე, შემდეგიც კარგი უნდა გააკეთო. ეგ უკვე ძალიან რთული ამბავია. მე შენ თავში გერთვება რაღაცეები, რომ ძალიან დიდი ხანი მქონდა, სხვათა შორის ბევრი წელი, რა 5-6 წელი მქონდა ეს ზედმეტი ფიქრის, აი პერფექციონიზმის ბლოკი, რომელიც ბლოკავს და გონია, რომ ცუც აკეთებ და საერთოდ არ აკეთებ. უბრალოდ აკეთებ, მაგრამ არავის არ ასმენებ, იმიტომ რომ იკეტები. ეგეც გადასალახია, მოკლედ, ძალიან რთული გზაა. ალბათ წერლის გზაც ეგეთია და პოეტის გზა, მაგრამ აი მუსიკოსის გზა არის ის, რომ გააქვს რაღაც, აი დაწერე ერთი სიმღერა. გახდი პოპულარული. და მე რაშურები. მე მეორე სიმღერის შიში გერთვება, რომ ეხა რო ვეღარ გავაკეთო ესეთი კაი სიმღერა, მე შეიძლება დადო ეს მეორე სიმღერა, არავინ არ მოусმინოს და მან ჩაგერთოს, რომ აх, რაღაცას არასწორად ვაკეთებ. ამ დროს არაფერს არ აკეთებ არასწორად. უბრალოდ უნდა გააგრძელო და სადღაც მესამეს დაწერ, მეოთხეს დაწერ. რო დაფიქრდე ეხა რა Radiohead-ის ყველა სიმღერა კარგი არის, ყველა შეიძლება კარგია, მაგრამ რაღაცას 3 მილიონი მსმენელი ყავს, რაღაცას 30 მილიონი, რაღაცას მილიარდი. ეგ არის ხარისხის ნიშნის გამსაზღვრელი. დღეს ეს თქვით ძალიან მოდაში რაღაც დამფინანსებელი მოდის და გეუბნება, რომ რამდენი გაქვს ნახვები. ხო, მაგარი ქართულია თან. ფესტივალზე თურმე, ფესტივალებზე ჩვენთან არ ვიცი, ხო, ჩვენთან არ ვიცი, მაგრამ უცხოეთშიც არის ეგ ტენდენცია, რომ არტისტებს არჩევენ ფოლოვერების რაოდენობით. ანუ უსმენენ რა თქმა უნდა მათ მუსიკასაც, მაგრამ კარგი ეგ ეპოქა. ხელოვნების. აუ, აი არ ვიცი რა. სხვათა შორის აი გუშინ ვსაუბრობდი მაგაზე ზურა ჯიშკარიანთან. რაღაცას ვაკეთებთ ერთად, ძალიან საინტერესო. და ყავდეს აქ სტუმრად ზურას. ძალიან და ზურამ და მე ორივე ვართ, მაინც რა 2 წელი დიდია ჩემზე ზურა. თუ სამით, მაგრამ ერთი თაობა ვართ, მაინც აი ორივე ის თაობა ვართ, რომელიც დავიწყეთ მაშინ, როცა არ არსებობდა ეს სოციალური ქსელები და ეს TikTok-ი, Instagram-ი და რაღაც. და ორივეს გვაქვს ეგ მომენტი, რომ ორივეს აი მეც უმქონდა რაღაც მომენტში, რომ აუ არ მინდა რა, მოდი მე არ ავყვები ამ თანამედროვე იმას და მე ისევ დავრჩები ძველი ტიპი, რომ რაღაც თანამედროვე რას? აი არ დავდებ ჩემს მუსიკას TikTok-ზე. არა, TikTok-ზე დადება ხო არ არის გარანტია ნახვების. გარანტია არ არის, მაგრამ თუ არ დადებ, შანსსაც არ აძლევ. ნუ ეგ სხვა საკითხია. იმიტომ რომ თუ მე სხვა რამე ვიკითხე. მე ვიკითხე რომ რამდენად არის გამსაზღვრელი შენთვის როგორც პროფესიონალისტვის ნახვების რაოდენობა ხარისხთან კორელაციაში. არ არის გამსაზღვრელი, მაგრამ მე რასაც ხო, მესმის. არ არის ხარისხის გამსაზღვრელი, მაგრამ არა ის რომ TikTok-ზე არ დავდებ ხა ეგ. მაგრამ იმ მოსაზრებასაც არ ვეთანხმები, რომ ყველაფერი რაც თუნდაც TikTok-ზე პოპულარულია, ცუდი არის. ისევე როგორც ყველაფერი რაც პოპულარულია, ცუდი არის. კი ბატონო. მოკლედ ჭკვიანმა მუსიკოსებმა, ან მათმა მენეჯერებმა, ან პროდიუსერებმა ალღო აუღეს კარგად ამ თანამედროვე სისტემებსაც. მათ შორის იმას, როგორ მუშაობს TikTok-ის ალგორითმი, როგორ მუშაობს Instagram-ი, როგორ მუშაობს YouTube-ი და როგორ მუშაობს ეს თანამედროვე რეალობა. მე ეჭვი მაქვს, რომ ჩვენთან ეხლა რაღაც კინოებს რო ვუყურებთ, ლამაზად მოდის, რომ რაღაც
კურტ კობეინმა შექმნა ნირვანა და ეგრევე გახდა ნირვანა. მაგრამ რა ვიცი, ბობ დილანი მივიდა და ესე ჩაწერეს Sony Records-ში და ეგრევე გახდა ბობ დილანი. მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრს წვალობდნენ რა. უბრალოდ სხვა მეთოდებით. მაშინ იყო რომ აი ყველა რადიოში უნდა მისულიყავი, უამრავ კარზე აკაკუნებდნენ და დიდწილად ვარი. ზუსტად და დღეს არის რომ აი ეს რადიოში მისვლა შეცვალა იმან რომ უნდა ეცადო რომ Instagram-ზე, TikTok-ზე სადღაც მოხვდეს შენი მუსიკა. იმიტომ რომ რეალურად რაც არის აბსოლუტურად სწორი და რაცაც ვიზიარებ, არის ის რომ ყველა მუსიკოს ეყოლება თავისი მსმენელი. უნდა იპოვო ეს შენი მსმენელი. შეიძლება ეს შენი მსმენელი რაოდენობრივად არ იყოს იმდენივე, რამდენიც მაგალითად ეყოლება ვიღაცის მუსიკას, რომელიც უფრო შეიძლება პოპულარული ჟღერადობის იყოს, ან უფრო რაღაც ისეთი, რომელსაც მეტი პოტენციური მსმენელი ყავს, მაგრამ შენს მუსიკას ყოველთვის ეყოლება მსმენელი. იმიტომ რომ მე მიფიქრია ხშირად მაგაზე, რომ ადამიანები ყველანი ვართ უნიკალურები. შესაბამისად, შენი სათქმელი ყოველთვის არის უნიკალური. უბრალოდ ამ შენ სათქმელს უნდა მიტანა იმ მსმენელთან, რომელიც მზად არის რომ ეს სათქმელი გაიგოს. აი ზუსტად ამის კითხვა მინდოდა, ცოტა ისეთ ფართო კითხვას დავსვამ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანს ჩემი აზრით. ლიტერატურაშიც ასე იყო და პრინციპში ხელოვნების ყველა დარგში რომ არსებობდა კონკრეტული ვთქვათ მიმდინარეობების დომინაციები, ხო? ეპოქები, ვთქვათ ლიტერატურა რომ ავიღოთ, რომელიც უფრო ფართოა იმ თვალსაზრისით, რომ უფრო ვთქვათ თეორიულია და ხშირად ვთქვათ ამ თვალსაზრისით. ლაპარაკობენ მუსიკას წარაკლია თეორია, ცხადია, ხო? იყო რაღაც რეალიზმის ეპოქა, სიმბოლიზმის ეპოქა, ვთქვათ მოდერნიზმის ეპოქა, იქ ჩაშლები შეიძლება ყოფილიყო, ფუტურიზმი, ვთქვათ პოსტმოდერნიზმი დადგა მერე ვიღაცები ამბობენ რომ პოსტმოდერნიზმის ხანა არის და ასე შემდეგ კიდე უფრო ვიწრო რაღაცებიც არსებობს ხო იმაჟინიზმი და ასე შემდეგ. სადაც ვთქვათ გარკვეულწილად ეს დომინაციები მათ შორის გულისხმობდა იმას რომ თუ შენ თანამედროვე ყოფნის ნიშანი გქონდა, შენ უნდა ყოფილიყავი ამის ნაწილი, ხო? მაგალითად ვიღაცა თუ დაწერდა ლექს თუნდაც ძალიან კარგს ხო 1920-იან წლებში აგაგი წერეთელივით ის არ მიიჩნეოდა თქვათ მაღალ დონეთ ხო აი თანამედროვე მოცემულობაში აი პოსტმოდერნმა რახან უკვე ვახსენეთ წაშალა ეს ზღვარი და შენ შეგიძლია რომ მაგალითად დღეს იყო კარგი მომღერალი და მღეროდე country-ს ან თქვათ რა ვიცი მღეროდე რა ვიცი უკრავდე ბიბოპს და ასე შემდეგ და არა მაინც და მაინც ელექტრონულ მუსიკას რომელიც თქვათ მიიჩნევა რომ არის ბოლო ტალღა თავისი უამრავი განშტოები ცხად. საინტერესო კითხვაა და ბევრი მიფიქრია და მუსიკოსებთან ბევრი მისაუბრია ამაზე, იმიტომ რომ ბევრ მუსიკოსსაც უჭირს ამის მიღება და გააზრება. ხა რა შეიცვალა ყველაზე მნიშვნელოვანი და ალბათ დაიწყო იქიდან რაღაც პირველად რო გლასტონბერიზე გამოჩნდნენ ჰიპ-ჰოპ არტისტები. 2009-2010 წელი იყო მახსოვს რაღაც ოაზისმა გააპროტესტა კიდეც რომ ანუ ჯეიზის რა უნდა გლასტონბერიზეო და მე ჯეიზიმ საპასუხოდ გამოვიდა და ვანდერვოლი იმღერა, ფული გადაიხადა და ცუდად იმღერა ვანდერვოლი რომ აი რა თქვენი საქმეა მესად დავუკრავ, იმიტომ რომ რაღაც პერიოდი აი ეს დიდი ფესტივალები ლოლაპოლაზა, კოაჩელა, გლასტონბერი და ის რაზეც ყველა ვოცნებობდით მეც რო დამეკრა იყო რაღაც აი როკ მუსიკის რა ინდი როკი მაგრამ მაინც აი გიტარები ბენდების მუსიკა აი მაგ პერიოდიდან ანუ ბოლო 15 წელი ეგ ტენდენცია აბსოლუტურად შეიცვალა დღეს ბოლოს რო ვიყავი ფესტივალზე მაილი საირუსმა დაუკრა მერე სტროუქსმა დაუკრა მერე როსალიამ დაუკრა, მერე გამოვიდა ტრევის სკოტი და მერე არკად ფაიერი და ფოლსი, ანუ აბსოლუტურად სხვადასხვა პალიტრი, აი რადიკალურად განსხვავებული მუსიკალური ჟანრები. ეგ მოიტანა ალბათ იმან, რაზეც ვსაუბრობდით, რომ დღეს მსმენელი თავის თავს ადრე აი ბავშვობაზე რო ვიხსენებდი რომ ყოფდით რომ აი როკერი ვარ, რეპერი ვარ, ჯაზის მსმენელი ვარ, ჰიპ-ჰოპს უსმენ, რაღაც country-ს უსმენ. დღეს მოიტანა რომ როცა აი ადამიანები ვართ აი მოწყობილობაზე დამოკიდებული და სადაც სრული სიგიჟე მივხვდი რა ხდება რომ რატო ადებენ ვიდეოებს სულ წარწერებს რომ ადამიანები უხმოდ უყურებენ ამ ვიდეოებს ანუ წარმოიდგინე ესე იგი შენ აკეთებ მუსიკას ტვირთავ Instagram-ზე ან ტვირთავ TikTok-ზე და ადამიანმა შეიძლება ეს ვიდეო ისე ასკროლოს რომ არც მოусმინოს იმიტომ რომ ტელეფონზე ხმა აქვს გათიშული
ანუ შენ უნდა მოიფიქრო ესე იგი, რომ ამ სიმღერას რო ვიდეოს დადებ, რაღაც წარწერაც უნდა გაუკეთო, რომ წარწერის გამო იქნებ დაინტერესდეს. იძულებაში. ანუ აბსოლუტურად სხვა რეალობაში ვართ. ამ რეალობამ გამოიწვია ის, რომ დღეს შეიძლება ჩემი ნათლული, რომელიც არის 12 წლის, ლილე უსმენდეს მაგალითად Alice in Chains, რომელიც არის გრანჟი 90-იანების, საიდან Alice in Chains? ანუ რა დროს ეგ არის, რას უსმენ, ეგ კიდე ცალკე ამბავია, კლასიკურ მუსიკასაც შეიძლება უსმენდე და საერთოდ თქვათ რა იყოს პოპულარული, ხო? რა იყოს პოპულარული კი არა, რა იყოს რაღაცნაირი თქვათ ტრენდის ნაწილი მუსიკოსის. რა დროს ეგ არის? ხო, ესეთ ფრაზა გაუქმდა? მეტწილად გაუქმდა. უფრო მივედით ჟღერადობაზე. იგულისხმება რა, რომ ჟანრები გაუქმდა ჩემი აზრით. ანუ იგულისხმება, რომ ჰიპ-ჰოპის რა დროს ჰიპ-ჰოპია, ან რა დროს როკია, ან რა დროს ჟანრი დარჩა, უბრალოდ დომინაცია გაუქმდა. ხო, დომინაცია გაუქმდა. ანუ შეიძლება რომ იყო სადაც ერთ ფესტივალზე შეიძლება უცბად როკი იყოს, მერე რეპი იყოს და მერე რაღაც პოპ მუსიკა, ეგ ჟანრი უკვე გაუქმდა, მაგრამ ყველაზე მეტად რაც შემოვიდა და რაზეც ადაპტაცია ბევრს გაუჭირდა და მათ შორის მეც საკმაოდ გამიჭირდა და ჩემ თავსაც ვებრძოდი მაგ კუთხით, რომ ცოტა სხვანაირად უნდა შეხედო მუსიკის კეთების პროცესს. თუნდაც ის, რომ ამ შენს გაკეთებულ მუსიკაში არ აქვს მნიშვნელობა რა ჟანრის მუსიკას აკეთებ, უნდა გქონდეს 30-30 წამიანი დასამახსოვრებელი მომენტი, რომელიც ჩათვალე რომ ყველა მოусმეს. რა წვალება. აი საკუთარ თავზე გეტყვი, აბსოლუტური სიგიჟე მოხდა ჩემ თავს რა. ეს ტრეკი რომელიც იანვარში დავდეთ კლასიკურ პლატფორმებზე, YouTube-ზე, Spotify-ზე რაღაცა და კლასიკური გზით მივდიოდი რა, რომ აი 2006 წელს შექმნილი YouTube-ი რო უკვე კლასიკური პლატფორმა. ხო, ანუ დავდე რომ რაღაც ვიდეო ჩვეულებრივ დავდე რაღაცა და ნუ აი ცოტა ჩვეულებრივ, ანუ არ აქვს ბევრი მოსმენა და მარტო იმ ადამიანებმა ვიციან, ვინც მე მისმენს, ანუ ვინც იცის მებო, ვინ არის რა მუსიკას აკეთებს. მე უბრალოდ აი რამდენი წლის მერე გავაკეთე TikTok-ი. და რაღაც დავდე ერთი ვიდეო, რაღაცები ვცადე და ერთ-ერთი ვიდეო, რომელსაც ეს სიმღერა დავადე, ეხლა აქვს რაღაცა 44000. ეგ მაინც გაინტერესებს რა. ანუ ყოველთვის ყველა ხელოვანი მაინც გულისხმობს, როდესაც თქვათ იღებ ხელში კალამს, გულისხმობ მკითხველს, როდესაც თქვათ. მე არ მჯერა. აკორდს იღებ, გულისხმობ არ მჯერა. აი არ მჯერა იმ შეიძლება ბევრს ხო, მაგრამ მივიდეთ, რომ ეს რაღაცა რომ აი მე არ ხუთმა კაცმა მომისმინოს. ხო, ეგ არ მჯერა. მაგრამ იქ საინტერესო რაღაც მინდა გითხრა, რომ მოკლედ ეს ჩემი სიმღერა ისე გახდა ცნობილი, რომ ადამიანებმა არ იციან, რომ მე ვმღერი. ეგ არის მეორე ცუდი მხარე ოღონდ ამ თანამედროვე პოპულარობის. ადრე შეუძლებელი იყო რა ბობ დილანი თუ ცნობილი გახდებოდა, ყველა მიცოდა რომ ბობ დილანი მღეროდა ამ სიმღერას. შეიძლება შეხვიდე კომენტარში, ყველა მისდაგის მე ვმღერი. მაგრამ ვერ შეხვალ, იმიტომ რომ ეს ხდება როგორ იცი, ვიღაცამ გააზიარა რა, ვიღაცის ვიდეოზე დევს შენი სიმღერა, კი, პლუსი ამის ის არის, რომ შენ სტრიმინგიდან ფული რაღაცებს შემოგდის და პოპულარული ხარ, მაგრამ მეგობრები შემხვდნენ, რომლებმაც მითხრეს, რომ რაღაცო ამდენი არა, ამ პირიქით უფრო ცუდი, ამდენი წელიაო აღარ აკეთებოდა. მეთქი როგორ არა ახალი სიმღერა დავდეთქო და ეს სიმღერა ვიციო და შენი სიმღერა არისო და მე ვთქვი, კი. ანუ ეს არის მეორე მხარე, რომელიც ახლავს ამას, იმიტომ რომ ადამიანებმა იციან სიმღერები, მაგრამ არ იციან არტისტები. მესამე მხარე. ეს არის ხელოვნური ინტელექტი, რომელიც ესეთი ყველაზე უფრო სასტიკი და შემაძრწუნებელი ნაბიჯებით მოიწევს, მათ შორის ხელოვნების ათვისების მიმართულებით. გეშინია? იცი რა, ვიქნები შემიძლია დღეს აღამოს ბევრი ფული გადავიხადო და მეგონ უცუბიძე გავხდა. გულწრფელი ვიქნები ცოტა მეშინია. იმიტომ რომ ზოგადად ჩემი მუსიკის გარდა ის საქმე, რასაც ვაკეთებთ, არის ხმის და მუსიკის კეთება ფილმებისთვის, ანიმაციებისთვის, რეკლამებისთვის, აუდიოვიზუალური ხელოვნება მოკლედ. ძალიან მეშინია, იმიტომ რომ ძალიან ბევრ ახალ კონტენტს ხედავ, რომელიც სრულად არის AI-ით აწყობილი. მათ შორის არა მარტო მუსიკა, რაღაც ვიდეოც AI-ის გაკეთებული, ხმაც და რაღაცა. ბუნებრივია, რომ შიში სადღაც არის. არ უარი. ადამიანის მიერ AI-ით გაკეთებული ჯობს ალბათ ხა. კი ბატონო, მაგრამ აი მან როგორ არის იცი, რომ ეგ ტერმინი შეიძლება ალბათ გამოიყენო იმ შემთხვევაში, თუ ჯერჯერობით ყველა შემთხვევაში, მაგრამ ოდესმე შეიძლება რაღაც ეგეთი. ხო, მესმის და აი მუსიკოსი რო არ ხარ, საერთოდ რო არ იცი არაფერი, ანუ გულისხმობ რომ აი დო რომელი ნოტია რო არის, არაფერი რო არის, აი რო არც ვერც ღიღინებ და შედიხარ. ხო არა რეფლექსიურია, ანუ მე გამოვიყენე სხვა ადამიანის მიერ შექმნილი ის ალგორითმული სისტემა, რაღაც კოლექტიური ამბავია, მაგრამ ჯერაც ადამიანის დომინაციით. კი, ამ ეტაპზე ეგრეა, მაგრამ აი ჩვენი ევროპულ პროექტებზე რომ მუშაობთ ხოლმე, საფრთხილებენ. არა მარტო გვაფრთხილებენ, არამედ ყველა პროექტზე ვაწერთ ხელს.
რომ არავითარ შემთხვევაში არც ერთ AI-ს არ გამოვიყენებთ და არც ამ მასალას მივცემთ AI-ს. ძალიან საინტერესო რაღაცაა, ვორე, ესე იგი ადამიანს აქვს რაღაცნაირი მოთხოვნილება, რომ არ დაიკარგოს. თორემ ეხა მე რომ მსმენელი ვარ, ხო? მე რომ მსმენელი ვარ, რომელსაც მინდა რომ ესთეტიკური სიამოვნება მივიღო და ეს ჟინი მოვიკლა. ხო სრულიად უინტერესოა ჩემთვის AI შექმნია თუ ადამიანის. არა, მე გეუბნები ვიღაცა ადამიანს, რომელმაც ეს ჟინი უნდა დაიკმო. მე მაინტერესებს კი, რომ მინჩევნია რომ ადამიანი შექმნილი იყოს, იმიტომ რომ ზუსტად დუენდეს ამბავში ის ჩემთვის უფრო მაგარია. მე ხა ამ შემთხვევაში პირობითად ვლაპარაკობ ჩემს თავზე, ხო? ანუ რატო არის ეს შიშესანი? მე მგონი რაღაცა უკვე კოლექტიური შიში ადამიანს რომ ყველა დაკარგავს თავის ადგილს. ხო, იმიტომ რომ შედეგი თუ იგივეა ხო, მაშინ ეს შიში, აი ეს ზოგადი აზრით არ უნდა არსებობდეს. აი YouTube-ს აქვს შეგიძლია ნახო შენს ქვეყანაში რა სიმღერები არის ტოპ-10-ში. ტრენდული. 10 სიმღერიდან. ხო, ყოველთვიურად აი ბოლოს რო გადავამოწმე 10 სიმღერიდან 4 იყო AI-ის დაწერილი. მე მგონი მანდ უკვე როგორც ძველად იტყოდნენ, პარადი მიყავს TikTok-ს, YouTube-ზეც. და TikTok-იდან კი ბატონო. ხო, იქ გატრენდებული სიმღერები, რაღაც სრული სიგიჟე, რაღაც წარმოუდგენელი რაღაცები, რომელიც აი ედვარდ შევარდნაძის ხმით რო თქვა, რომ შეხვალ შემზარა, ეგეთი რაღაცები. აუ, ეგ ძალიან საშიშია. სხვები რომ აი ეგეთი რაღაცები წარმოუდგენლად პოპულარულები არიან. აი, კრისტიანო რონალდო თვითონ სიმღერის ხარისხით საშინელია. არა ხო. ხო და ასე რომ არ ვიცი ალბათ ცოტა შეიძლება ადამიანურ შიშიც გვაქვს რა. ჩანაცვლებს შეძლებს აი ამ მე მგონი ვერა. ბუნების მე მგონია რომ ვერა. ხელოვნებაში მე მგონია რომ აი იმ ხელა სირთულეს წააწყდება ეგ ტიპი რომ არ ვიცი მე სულ რო ვწერ ხოლმე ვეუბნები და სინდის ვაგდებ რომ შენ ეგ არ გაბედო არასდროს. მაგრამ ნახე მაშინ მეც დაგისვა ეს შეკითხვას. აი კონტროლის მექანიზმი რა უნდა იყოს? აი რას გულისხმობ? მაგალითად ვიღაცამ AI-ს დააწერინა წიგნი. ვინა კონტროლებს რომ AI-მა მან სხვა შორის ძალიან ბევრმა მწერმა ამასინა ძალიან სერიოზულმა მწერლებმა, მათ შორის პულიცერის პრემიის ლაურეატმა კოლექტიური წერილი მიიწერეს. AI შექმნელებისადმი და რაღაც კომისიისადმი თქვეს რომ ეს არის ახსაკვეთი ამბავი. ხო, იმიტომ რომ ვეღარ ხვდები ხო რაღაცე. კი, მაგრამ ამავდროულად აქვს ამ ბევრი პირატესობა მწერლისთვისაც. ეგრეთ წოდებული researching-ის ან ძებნის დროს. ხო, ანუ თავის უპირატესობები აქვს. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ შენ შეიძლება გაინტერესებდეს თქვა რა ხდებოდა რომელიღაც ტომში, რა ტიპის თქვა მუსიკა იყო მაშინ პოპულარული, როგორ ჩაისახა რაღაცა, კითხო, იქაც ეშლება ჰალუცინაციებია. ასისტენტად შეიძლება მწერალს გამოიყენოს ყველა, მაგრამ როდესაც თვითონ ხდება მწერალი, მაგრამ ჯერჯერობით, ამ იოლი ამასაც ცნობია, იმიტომ რომ მეორე ჟიურის ყოფნა რომ მიხდება ხოლმე. ძალიან ადვილად ხდები და ხან საერთოდ დავიწყდება და მე ბოლოს აწერია ხოლმე, რომ ესე რომ მთავრდება, რომ კიდევ რა შემიძლია გავაკეთო ხომ არ განვავითარო რაღაცა და ეგრე არის გამოგზავნილი ტექსტი. მაგრამ აი AI-ს რას ფიქრობ? ხო და არ ვიცი, აი AI-ს მე მაქვს მაგაში წინააღმდეგობა, იმიტომ რომ ნახე აი მუსიკოსი რო იყოს ადამიანი. ანუ არა ის კი არა რომ აი არა მუსიკოსმა უბრალოდ რაღაც პრომპტი მისცა და იმან რაღაც ტრეკი გააკეთა. აი მუსიკოსმა რო აიღოს და თუნდაც თქვას რომ აი რაღაც მოდი აბა აი ეს აკორდები მაქვს ეს მელოდია და მოდი აბა AI-ს უთხრას რომ გამიშალე და გამიკეთე აი ამ სტილში. ერთი შეხედვით ხო შეიძლება ჩაითვალოს რომ აი რა მანდრა მოხდა ხო არა უშავს ხო იმიტომ რომ დაუშვათ მე მელოდია დავწერე აი დღესო დავწერე თითქოს შრომას იოლებ ხო მაგრამ აი არ მომწონს ეგ არც მე იმიტომ რომ მანდ ზღვარი სადგად მე ანუ ბოლოს სიტყვი რომ რავი პირველი კუპლეტი დავწერე და მოდი მეორე დამიწერე პირველი ხო ჩემია იტყვი ხო და არ უნდა დაიწყო ბოლოს სიტყვი რომ ხომ მეგითხარე ხო ეს მე ვარ ხო და თან იცი რა რომ მან ნახე რა დიდი რისკი არის კეთილსინდისიერი თუ არ არის ადამიანი. აი მაგალითად შენ ახლა ამბობ რომ ვიღაცამ გამოაგზავნა და რა ვიცი და იქ მოხსნა იქ ბოლოში და გაიყიდა რომ ChatGPT მან არა იმათაც ხვდები. ხო, მაგრამ აი ვიღაცა რო ადგეს რომელმაც იცის წერა რა და უბრალოდ რაღაც იქიდან მე ისე გადააკეთოს რომ ვერა ვერ მიხვდა. სხვა შორის ეგეთი რაღაცეები შევხვედრი ვერ კი არა ერთმა პატიოსნად მომწერა რა რომ მე დავწერეო, მაგრამ პირობა იყო 4 გვერდი ყოფილიყო და გავაბევრებინეო. ოპა, ხო და აი ანუ იმას ვქენდი, ცოტა უფრო ფაბულა ჩემი იყო. არა, მე დავწერე, მაგრამ 1 გვერდი გამომივიდაო და 4 გვერდი რახან იყო პირობა, გავაბევრებინე. ხო, ეგეთი ტრეკი დავწერე, მაგრამ სიმფონია იყო პირობა. ხო და ამიტომ მე ვემხრობი რა, მე მოკლედ ზოგადად ვარ რეგულაციების მომხრე.
მართლა. ოღონ მარტო ამ სამყარო რეგულაციებმა შექმნა. მაგრამ რატომღაც აი სულ მაწუხებს ეგ ამბავი, რომ ჩვენთან აი ეს დასავლეთის ღირებულებების და კონცეფციის აღქმა სადღაც შემოვიდა ისე რომ დასავლეთში არაფერი რეგულაცია არ არსებობს. ამ დროს ყველაფერი რეგულირებულია. იგი ცოტა ზედმეტად. ხო, მაგრამ ანუ ყოველ შემთხვევაში ანუ აი საფრანგეთში რომ ცხოვრობდი აბსოლუტურად ყველაფერი იყო დარეგულირებული. საფრანგეთი ახსენე და გადავიდეთ ფრანკოფონიაზე, შენს ამ ძალიან დიდ და მნიშვნელოვან ნაწილზე, შენი შემოქმედების, პერსონალური შემოქმედების. მაგრამ სანამ ამას კითხავ, ხიდად გამოვიყენოთ ეს ლიტერატურასთან გადასვლის, რამდენად მნიშვნელოვანი არის შენთვის, როგორც მუსიკოსისთვის ტექსტი სიმღერაში. ძალიან კომპოზიციაში. ძალიან. მე იმ კატეგორიას მივეკუთვნები, რომლებიც ტექსტი შინაარს. აუ ძალიან. აი ის საკუთარ მუსიკაში ხო რა თქმა უნდა ყველაზე მნიშვნელოვანია, მაგრამ არა მარტო საკუთარ მუსიკაში, ზოგადად აი ვისაც ვუსმენ, რომელი მუსიკოსებიც მომწონს. შეიძლება ითქვას 50-50-ზეა, რომ სათქმელიც ტექსტობრივიც მომწონს და არა მხოლოდ აი ნეიშნალია ჩემი საყვარელი ჯგუფი და აი რასაც მეტ ბერნინგერი წერს, ცალკე შემიძლია ვიკითხო აი მუსიკის გარშემო. მე ერთ-ერთი გამორჩეული მაქვს. ხო, არკათვა აი ნებისმიერი აი დემიენ რაისი ძალიან მიყვარს, რომელიც და მე თვითონაც ამ ჩემს მუსიკაში არასდროს არ მიმღერია სხვის დაწერილ ტექსტზე. ვერ მიმღერია. ერთხელ მქონდა სანდრო ლურთქბენს ერთად მქონდა პროექტი, ორივე ვარ 12 ოქტომბრის დაბადებული და 12 ოქტომბრის პროექტი შევქმნით და ეგ იყო ხო, ოქტომბრელები ვართ, კი ბატონო. სანდროსთან სხვა კიდე ძალიან ახლო კავშირი მაქვს სულიერი და ამიტომ მის დაწერილ ტექსტზე მიმღერია ასევე. მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია რას მღერი. აუ აი ყველაზე მნიშვნელოვანია. ვერ ვიმღერებ. აი მაგიტო ინტერპრეტაციებსაც რო ვაკეთებ ხოლმე ერთხელ მქონდა მაგაზე დავა რომ ადამიანს ვეუბნებოდი რომ შეიძლება ინგლისური არ იცოდე, მაგრამ აი ხა გიხსნი რომ აქ ინგლისურად შენ მღერი სხვა რამეს, ანუ მაგალითად ვეუბნები რომ შენ მღერი რომ გიყვარს ვიღაც კაცი და შენ ანუ ვიცი რომ ჰეტერო ხარ, ხო არ გიყვარს ეს კაცი. მოდი გადავაკეთოთ და ქალზე ჩასვი რა. ეს ამდენად მნიშვნელოვანია შენთვის რომ სიზუსტეც. კი, აი ქართულ სიმღერებში ძალიან ხშირად შემიჩნევია რომ დუეტები მომისმენია ქართული, სადაც ადამიანები ისეთ რაღაცებზე მღერიან და ისეთ რაღაცებს უმღერის ქალი და კაცი ერთმანეთს, რომ არანაირი ეგ ურთიერთობა მათ ერთმანეთთან არ აქვს და როგორ უმღერიან ერთმანეთს ვერ ვიმღერებ. აი როგორ შეიძლება ქალს უყურებდი თვალებში, უმღეროდე რა. შენ რომ მაგას უმღეროდე ქალს და დუეტი იყოს, ის ადამიანს უნდა გიყვარდეს? ანუ აი მე ვერ ვუმღერებ. რა საინტერესო. ბუნებრივი არ ვიტყუები, ხვდები? ანუ აი რაღაც ესე ქალს თვალებში უყურებდი და ვეუბნებოდი რომ მინდვრად გაგიყვანდა რაღაც, ანუ თუ მასთან არანაირი ძალიან იშვიათ დუეტს წერ ესე იგი. საერთოდ მაგიტო დუეტები ან თუ აკეთებ დუეტს არის ორივე ცალ-ცალკე უმღერით და არა ერთმანეთს უმღერით. მე ძალიან მირთულება ეგ ამბავი. ტექსტებს არ აკვირდება ძალიან ბევრი ადამიანი. ქართულ სიმღერებში ეგ ცალკე ერთი გადაცემის თემაა, რომ ქართული ტექსტების გაშლა და განხილვა, იმიტომ რომ ძალიან სიგიჟეებზე. აი არ ამხრი ვიცი, მაგალითად ეგ რო იძულებად შემოვიდეს, შეიძლება ძალიან ბევრ ხალხს შევაყვაროთ სამშობლო, იმიტომ რომ ყველა სამშობლოზე მღერის და უმეტესობას არ უყვარს. მართალია და იმიტომ დაწესდეს, რომ აი გულწრფელი თუ არა ხარ, აინთება რაღაცა და ტექსტი ძალიან მნიშვნელოვანია. ოღონდ მე არ ვარ პოეტი. შესაბამისად მე კი ბატონო, ერთი რაღაცა მინდა და მეკითხა. მაგრამ ამ კონტექსტს მოვაყოლებ, რამდენად სოციალურად, თქვათ, აქტიური უნდა იყოს ავტორი. მათ შორის თავის სიმღერებში, მაგრამ კარგი, თქვათ, არ მღერის, ასე ეს არ არის არავითარი ვალდებულება, რამდენად უნდა მონაწილეობდეს ის სოციალურ პოლიტიკურ ცხოვრებაში, შენი აზრით? მე მგონი აუცილებლად უნდა, გინდა მე მგონი მონაწილეობ ავტომატურად თუ გაქვს რაღაცა არტისტი, შემოქმედი ადამიანი რომ ხარ, მე ვერ წარმომიდგენია რომ რაღაცეები არ გაწუხებდეს. ანუ ოთახში ხარ და არაფერს არ უყურებ, ვერც მუსიკას შექმნი, ვერც ტექსტს დაწერ. ანუ მე რასაც ჩემი სიმღერები ბუნებრივია რომ მაინც უფრო მეტად რაღაც ისეთია, მელანქოლიური გრძნობებზე, ემოციებზე, იმიტომ რომ მე როგორც მუსიკოსმა ჩემი თავი მან ყველაზე კომფორტულად ვიგრძნი. ანუ ყველაზე ბუნებრივად გამოვხატავ სიმღერით მაგ სათქმელს, რომელიც მაქვს რაღაც სიყვარულზე და ვამბობ ხოლმე რომ ნუ თუ 2026 წელს სამყარომ გადაწყვიტა რომ რომანტიკოსი მომღერლები და მუსიკოსები აღარ ჭირდებათ, ნუ დაე გადაწყვიტოს, მე მაინც დავრჩები ეგეთად როგორიც ვარ. ვიქნები უიმედო რომანტიკოსი, რომელიც ყოველთვის დაწერს სიმღერებს სიყვარულზე. მაგრამ თუ სიმღერაში ვერ ვამბობ, ყოველთვის სხვანაირად ვამბობ იმ ჩემს სათქმელს, რომელიც მაწუხებს. იმიტომ რომ იმისთვის რომ თუნდაც მუსიკოსმა და მე ჩემ თავზე ვისაუბრებ, რაღაც შევქმნა, როგორ შეიძლება მაგალითად რომ
აი ესე ვცხოვრობდი ქალაქში რაღაცა ირგვლივ ხდებოდეს მაგალითად ბევრი უსამართლობა და შენ მღეროდე ვარდებს. ხო, მინიმუმ შეიძლება დავწერო სიმღერა ისევ სიყვარული, არა, ის კი, მაგრამ შენ ხმა არა მოიღო პარალელურად. ანუ რო ხედავ რომ ბავშვებს წამლები არა აქვთ, აუცილებლად უნდა ვთქვა რომ ეს არის ცუდი. რო ხედავ რომ ჩემს თანატოლებს უტყავენ ცემენ, როგორ შეიძლება რომ მე ესე გავიარო და რაღაც გავაკეთო. იმიტომ ეგ არის აბსოლუტურად წარმოუდგენელი. ანუ ხელოვნება შენთვის არ არის კედელი სამყაროსთან, რომელიც თქვა კონფორმის გახდის. არა, ხელოვნება არის ჩემთვის არის რომ ყველაფერს რაც ვაკეთებ. ან როცა ვქმნის სიმღერას, ეს არის იმ ყველაფრის ასახვა, რაც შემდგარ ხდება. კი ბატონო. ანუ იქნება ეს პოლიტიკური მოვლენები, სოციალური მოვლენები, მეზობელთან დილით საუბარი, საღამოს ტელევიზორში ნანახი რაღაც, ტკივილი, პირადი განცდა, აბსოლუტურად ყველაფერი. ანუ შეუძლებელი არის ადამიანმა თქვა, რომ მე ამ სიმღერებს წერ მხოლოდ ჩემს პირად ურთიერთობებზე და არაფერი ჩემზე გავლენას არ ახდენს. ფრანგოფონია. როგორ შემოვიდა ფრანგული როგორც ენა? ნუ შეიძლება ახლა მოგიხდა და სკოლაში სწავლობდი, მაგრამ მაინც ამ ინტერესის დონეზე, რომ შენ გადაწყვიტე რა სერიოზულად, უკვე ლიტერატურულად, თქვათ, შეგესწავლა ეს ყველაფერი და მონაწილე ყოფილიყავ ლიტერატურულ პროცესში. ძალიან ის მაქვს. თავიდან, რა თქმა უნდა, შემოვიდა ოჯახიდან, იმიტომ რომ ნუ ყველა რაღაც ჩემი ოჯახი, ბებია ფრანგულის მასწავლებელი, ბიძა, მამი და მოკლედ ყველა ფრანგული 23 სკოლა, ყველა თაობას გვაქვს 23 სკოლა დამთავრებული და თავის დროზე ეგ იყო პირველი სკოლა ფრანგული ენის გაძლიერებული ფრანგულის. ბურგუნდიაში ცხოვრობდი. თბილისის ბურგუნდიაში. ხო და მე უბრალოდ მოხდა ისე რომ არ მიყვარს ხოლმე რაღაცების ეგეთი ადამიანი ვარ, ალბათ ბევრია ეგეთი, რომ რაღაცებს თავს რომ ახვევენ, პირიქით მერთვება, პროტესტი და მაგ რაღაცებს ხელს ვკრავ და აღარ ვაკეთებ. მაგრამ ფრანგული არის ერთ-ერთი შემთხვევა, რომელიც ერთგვარად ოჯახიდანაც წამოვიდა, მაგრამ მე თვითონაც შევიყვარე. ოღონდ ფრანგული ეს განაპირობა იმან, რომ გამიმართლა და 15-16 ასაკში აღმოჩნდი ფრანგულ სკოლაში საფრანგეთში. და იქ უბრალოდ დღეს როგორი შეხედულებებიც მაქვს სამყაროზე, როგორი ღირებულებებიც რეალურად ჩამომიყალიბდა საფრანგეთში. და იქ უბრალოდ იმდენად შემიყვარდა საფრანგეთი და იმდენად შემიყვარდა ეს ფრანგული საზოგადოება და როგორი დამოკიდებული, რომ თლიან შემიყვარდა ენაც და კულტურაც და ლიტერატურაც და მუსიკაც და ასე შემდეგ. შესაბამისად, მე უბრალოდ მივხვდი, რომ რაღაც ეტაპზე შემეძლო მუსიკასთან შემეთავსებინა ფრანგული ლიტერატურის და ენის სიყვარულიც. და ძალიან ბედნიერი ვარ, იმიტომ რომ ფრანგული ენის სიყვარულმა და იმან რომ პროფესიად მეორე პროფესიად, მაინც პირველ პროფესიად სამწუხაროდ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი დრო სჭირდება და ვერ ვუთმობ. თარგმნას განსაკუთრებით. ძალიან ხო. და უბრალოდ კატორღული სამუშაო. რა თქმა უნდა, ძალიან კარგი, მაგრამ მართლა მაგრამ მომცა ის რომ რა ქვია ბეკბედერი რო ჩამოვიდა, მე ვიყავ იმასთან, უელბეკი რო ჩამოვიდა, მე ვიყავი, შმიტი რო ჩამოვიდა და თბილისის ლიტერატურული ფესტივალი რო ტარდება, ყოველთვის როცა ჩამოყავთ ფრანგი პოეტი, მე ვთარგმნი ხოლმე. შეიძლება საფრანგები ეგენი სადღაც რო შეიკრიბონ, ეგონოთ რომ საქართველოში ფრანგული მარტო შენიც. ანუ მაგას ერთი ტიპი ყავთო და ის გამოყავთო, ანუ მთელი წელი არაფერს არ ვაკეთებ და ისინი რო ჩამოდიან, მე გამოვყავარ ხოლმე. მაგრამ ძალიან მიყვარს რა. მანდაც მჯერა რომ აი ხო არის რაღაც ხედვა რომ ოღონდ მანდაც არ მაქვს ხოლმე პერიოდები, როდესაც საკუთარ თავს ვეწინააღმდეგები და ხშირად მიფიქრია რომ შეიძლება ეს არ არის კარგი რომ ესე ვარ. მაგალითად ის რომ ხო არ ჯობდა რომ მხოლოდ მუსიკა მეკეთებინა. ვგულისხმობ იმას რომ არ დამეთმო დრო ამ ფრანგულისთვის და ეს რესურსიც მუსიკაში გამეშვა. მაგრამ მე მაინც მეორე ადამიანი ვარ, იმიტომ რომ თუნდაც უელბეკთან გატარებული 4 დღე მგონია რომ ბევრი რაღაც გამაკეთებინა მომავალში. შეიძლება მე ვერც გავიაზრე ეს, მაგრამ შეიძლება რაღაც სიმღერის წერა რომ დავიწყე, იმ 4 დღეში მოხდა რაღაც ისეთი, რამაც ბიძგი მომცა ამ სიმღერის შესაქმნელად. მოდი ეს თულ კითხვას დავსვამ. თულს იმ თვალსაზრისით ალბათ უფრო ფიქრი ჭირდება ალბათ ამგვარ პასუხებს, მაგრამ ემოციურად შეგიძლია რომ უპასუხო. რა შეიძლება რომ ლიტერატურამ თქვას ისეთი, რაც მუსიკამ ვერ თქვას და პირიქით. გამომსახველობითი თვალსაზრისით. მოდი ესე ვიტყვი მაშინ. უცბად რო გიპასუხო. მუსიკამ უფრო სწრაფად შეიძლება თქვას ის, რისთვისაც ლიტერატურას უფრო მეტი დრო შეიძლება დასჭირდეს. ანუ ვგულისხმობ, რომ 2 წუთში შეიძლება მუსიკამ ისე თქვას თავის სათქმელი და
იმდენ ადამიანზე მოახდინოს. ფიქრობ რომ ორივეს შეუძლია ყველაფრის თქმა. რა თქმა უნდა. მაგაში მე ეგრე მგონია და მორალ ფორმებია განსხვავებული. ზუსტად და ალბათ ის არის რომ წიგს რო აიღებ პირველ ორ გვერდში ვერ იგრძნობ იმას რისი თქმაც უნდათ. პოეზიამ შეიძლება გაიკეთოს ეგ და უცბად დაუშვათ რაღაცა, მაგრამ მაინც მუსიკა შეიძლება იყოს უფრო უნივერსალური. იმიტომ რომ წიგნებს, ლიტერატურას თარგმნა ჭირდება. რო გაიგოს სხვა ადამიანმა. ხო, უნივერსალური ენაა მუსიკა. კი, ეგ არის ეხლა მაინც უფრო მუსიკოსი რო ვარ, მუსიკისკენ გადავწონე თითქოს სასწორი, მაგრამ ეგრე მგონია. მე მაგალითად უსმენ ხოლმე, ჩემი საყვარელი ფენომენი არის პოსტ-საბჭოთა სივრცის პოსტ-პანკ რუსულ ენაზე რომ ღერიან, ეგ ჯგუფები ძალიან პოპულარულია სამხრეთ ამერიკაში. საქართველოში ყავს ჯგუფი Psychonaut 4, რომელიც ალბათ ჩემი აზრით თუ არსებობს პროექტი, ბენდი, რომელიც საქართველოსთან არის მსოფლიოში ცნობილი, არის ეგ. ყველაზე ცნობილი ქართული ჯგუფი არის Psychonaut 4, რომელიც ძალიან ჩინეთში ქონდათ ეხა ტურნე, სამხრეთ ამერიკაში ქონდათ და მღერიან ქართულად. ეს არის ჩემთვის იმის მაგალითი, რომ ლიტერატურისგან განსხვავებით, მე მაგაძე ცნობილი ვიცი ერთი არ დავასახელებ, ასე ბევრი ტურნეები ქონდათ. ქართულ ენაზე მომღერალი? ფოლკლორისტი შეიძლება. ხო, მოკლედ და ეგ მაგალითად თუნდაც ის რომ წელს ჩვენთან ოპენერზეც ჩამოდის მოლჩატ დომა. ეგეთი პოსტ-პანკ პროექტი, რომელიც რუსულად ვღერის რა და ყველა usmens. თანამედროვე ქართველი არის ეს ბარიერი ისე? რომ პატარა ქვეყნის ძალიან დიდი ენა ჩვენი ენა, მაგრამ გავრცელების თვალსაზრისით მცირე არეალის მქონე შეიძლება აწყდებოდეს წინააღმდეგობას, რომ მაგალითად შენი რომელიმე სიმღერა ვერ გახდეს სოფლიო შლაგერი. ეგრე ვფიქრობდია ბევრი წლის წინ. და ეგრე ფიქრობს ყველა ქართველი მუსიკოსი, რომელიც იწყებს მუსიკის წერას. რო ფიქრობს, რომ მოდი ინგლისურად ვიმღერებ, რომ უფრო მეტი შანსი მქონდეს, მაგრამ მან დვუშვებთ ყველა დიდ შეცდომას. არავის ლონდონში არ ჭირდება ინგლისურად მომღერალი 23 წლის ქართველი მუსიკოსი. იმიტომ რომ ეგეთი ყავს 500 მილიონი. 500 ერთ ქუჩაზე. ერთ ქუჩაზე, კი ბატონო. შესაბამისად, ნებისმიერი ადამიანისთვის იმ კრიტერიუმით, რისთვისაც ჩვენთვის საინტერესოა ლონდონური ჯგუფი, იმათთვის საინტერესოა თბილისური ჯგუფი. საკუთარი ავთენტურობით. ზუსტად. მაგიტო ყველა ის დღეს რო შეხედო ქართულ მუსიკალურ სივრცეს, ყველა წარმატებული მუსიკოსი საქართველოში მღერის ქართულად. მათ შორის ჯგუფებიც უკვე, რომლებიც თავის დროზე ინგლისურად მღეროდნენ. არა, მღერიან ქართულად და ეს სრულიად შესანიშნავია, მაგრამ გახდა ეს წინაპირობა რომ სოფლიოში პოპულარული. უფრო მეტად გაიხსნათ გზები, მაგალითად თამადა, რომელიც აქვს მუდმივად კონცერტები, სხვადასხვა შეიძლება ჯერ იმ დონეზე პოპულარული არ გამხდა, როგორც მაგალითად Radiohead-ი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ის რომ ქართულ ენაზე მღერი და თუნდაც უცხოურ მუსიკას უცხოური მუსიკა როგორი ხო რაღაც უფრო ლონდონისთვის და ბრიტანეთთვის დამახასიათებელ მუსიკას რო აკეთებ ქართულ ენაზე უფრო მეტი შანსი გაქვს ჩემი აზრით რომ მოგისმინონ ვიდრე ინგლისურად რომ მღეროდე სადაც ალბათ ამას ხო ფანტასტიკურად აკეთებდნენ თავის დროზე როდესაც შეიქმნა პირველი ესეთი ქართული ამ ტიპის ბრენდები ხო 80-იანების 70-იანების ბოლო 80-იანების მიწურული 90-იანების დასაწყისიც ხო იქ დადიანი სერგი გვარჯალაძე და სხვები რომლებიც ცდილობდნენ რომ ეს ფოლკლორი შეერიათ ქართული ხმოვანება შეერიათ მუსიკისთვის იქ იყო ინგლისურენოვანი ტექსტებიც მაგრამ იყო ქართულენოვანი ტექსტებიც ხო ძალიან კარგი იყო ძალიან სერიოზული მე მოხდა რაღაც მართლა აი მაგაზე ხშირად ვიჭრო წვეტა იყო წვეტა ხო 2000-ში ისევ ინგლისურად დავიწყეთ სიმღერა და აი ეგ რატო მეც ინგლისურად ვღეროდი ოღონდ სხვებზე არ ვსაუბრობ საკუთარ თავზე ვსაუბრობ რომ აი პირველად რო დავიწყე მუსიკის წერა რატომღაც და გაგრძალული კი არ არის უბრალოდ ალბათ უფრო მეტი გასაქანი გექნება საკუთარ ენაში ზუსტად აი ეხა დღეს უკვე აი უფრო კარგად გამოხატავს საკუთარ თავს აი ინგლისურად უკვე რო 1-2 სიმღერა ბოლო პერიოდში მაინც დამეწერა ინგლისურად მაგრამ ვეღარ ვგრძნობ რა იმიტომ რომ ალბათ ფრანგულადაც ვერა. ფრანგულად უფრო ვღერი ხოლმე ინტერპრეტაციებს ვაკეთებ, კავერებს, მაგრამ მანდაც მიყვარს რომ აი რაღაც შარლ ზნაურის სიმღერები მიყვარს რაღაცეები და მანდაც ვიღებ ხოლმე რომ აი რაღაც ძალიან ჩემებურად ვაკეთებ. კი ბატონო. მაგრამ მე თვითონ ფრანგულად არ ვწერ. ქართულად. კარგი. და მაინც ორი სიტყვით გითხარი უახლოეს გეგმებზე მუსიკაშიც და ლიტერატურაშიც.
უახლოესი ამ უკანასკნელში თუ გაქვს თუ პაუზა არის აღება. არა, პირიქით. მოკლედ თავიდანობით ვიყვები. მუსიკაში მაქვს რომ ერთი რომ ძალიან აქტიურად წელს ჩემ თავში გარდატეხა მოვახდინე, იმიტომ რომ აი რაც ვახსენე მქონდა ეს შეიძლება შემოქმედებითი კრიზისიც ერქვას ამას, იმიტომ რომ რეალურად რაღაცებს წერდი, მაგრამ არასდროს არ ვიყავი კმაყოფილი და აი რაღაც დაახლოებით ერთი ალბომის მასალა მიდევს კომპიუტერში, რომელიც ჩემი აზრით ეხლა რო უყურებ დასრულებული იყო თავის დროზე და ჯობდა რომ დამედო. პერფექციონისტულმა. ხო, რამაც იდეაში ეგ სიმღერა დააძველა და ეხლა აღარ ეზონებს ჩემთან. ანუ მუსიკას აქვს, არ ვიცი წერილი შემთხვევაში ეგ როგორ არის, მაგრამ აი მუსიკას აქვს ეგ მომენტი, რომ 2019 წელს რო სიმღერა გავაკეთე, იმ მაშინვე რო არ დავდე, აი ხა რო უსმენ, უკვე ჩემი აღარ არის. ანუ ჩემი კი არის, მაგრამ აი აღარ მინდა მაგის დადება და ეგენი სამუდამოდ დავტოვე არქივში. მან შეიძლება ოდესმე რო. აი არ ვიცი, ხო. ამიტომ წელს მაქვს ეგ მიდგომა, რომ გავაკეთებ თუ არა სიმღერას, ეგრევე ძალიან მალე ვასრულებ და როგორი ცარი ფორმით ეგრევე უზიარებ ხალხს. აი ხაც მაგალითად დღეს მაქვს გეგმაში, რომ კიდე ერთი სიმღერა დავასრულო და რამდენიმე დღის წინ ახალი სიმღერა დავწერე და იქაც აი ტექსტის ბოლო ვასრულებ რაღაც დეტალებს და ეგეც მინდა რომ მალევე დავდო. მოკლედ, წელს გადავწყვიტე რომ სათქმელი აღარ შევინახო საკუთარ თავში და არ დავიტოვო ამაში. პარალელურად ძალიან დიდი წამოწყება დავიწყე YouTube-ზე, ერთი არხი, ესეთი YouTube არხი, სადაც იდეა მქონდა ბოლო 2 წელი ამ არხზე ვმუშაობდი ძალიან კარგ ხალხთან ერთად, მე შემოვიერთე ძალიან მაგარი გუნდი, რომ მინდოდა შემექმნა პლატფორმა, რომელიც იქნებოდა 20 აი ყველაზე მარტივად ამოფხოლმე, აი 20 წლის მებოს რო ენდომებოდა, რომ რაღაც ყოფილიყო, სადაც მივიდო და თავის ხმას გააჟღერებ და მინდა რომ ეგეთი პლატფორმა შევქმნა. სადაც დებიუტის. არა მარტო დებიუტის ანუ ერთი არხია, მუსიკალური არხი, პირველი მუსიკალური არხი YouTube-ზე საქართველოში, რომელიც გაერთიანებს დებიუტ აღმოჩენებს ახალ არტისტებს, იქნება ინტერპრეტაციები ძველი სიმღერების, იქნება კონცერტები, მე მაქვს ჩემი საავტორო გადაცემა ერთი დღე, სადაც მთელი ის არის ეს უკვე დაწყებულია. კი, დაიწყო 2 დღის წინ დავდეთ, ძალიან ახალი ამბავი არის, სკაზი არის ქუთაისური ძალიან კარგი ჯგუფი. და სკაზთან ზუსტად იმ თემაზე სასაუბროდ ვიყავი წასული, პერფექციონიზმი, რომ მე ვერ მოკლედ კარგი საუბარი და მე თვითონ დამეხმარა ეგ გადაცემა, იმიტომ რომ მაგის მერე დავიწყე ზუსტად ეს მიდგომა შევიმუშავე, რომ გავაკეთებ სიმღერას ვდებ. მოკლედ ეს ორი მიმართულება მაქვს მუსიკაში, საკუთარი მუსიკა და YouTube არხი, სადაც მინდა რომ ძალიან ბევრი ხმა არის საქართველოს, რომელიც არ ისმის. და მე თუ რამე შემიძლია, რომ ოდნავ ხელი შევუწყო, რომ ეს ხმა ისმოდეს ამ არტისტების, მინდა რომ რაღაცნაირად ეგ გავაკეთო. რაც შეეხება ფრანგულს მკითხველი ვარ ახლა უბრალოდ, იმიტომ რომ სტუდია მაქვს ამის პარალელურად, სადაც როგორც ვახსენე, ფილმებს ვაკეთებთ, სერიალებს, რეკლამებს. შიმშილი არ გაქვს მაინც ლიტერატურის. ამ იმ თვალსაზრისით ასაჩვებოდი. პერიოდულად მაქვს ხოლმე. უბრალოდ ვარ ისეთი ადამიანი, რომ რაღაც რო ვაკეთებ, მინდა კარგად გავაკეთო. და რო ვიცი, რომ ეხლა უბრალოდ ემოციური და ფიზიკური რესურსი არ მაქვს იმისთვის, რომ კარგად გავაკეთო, ცუდად გაკეთება არ მინდა. მაგრამ მე ასევე მაქვს ეგ თვისება, რომ როცა გული მეუბნება, რომ ეხლა ამის დროა ვაკეთებ. ამიტომ როცა სადღაც მიკარნახებს ჩემი თავი და ჩემი მე მგონი მაგისთვის საჭიროა, რომ ვინმე ფრანგ წერალს დაუძახოთ საქართველოში. კი ბატონო. მე დაგიზახებენ ან სუმინდოდა ქართველი, ანუ სუმინდოდა იქითაც მეთარგმნა. ეგ ძალიან საინტერესო პროცესია და ან რაღაცა ეგეთი ვარიანტიც მიტრიალებს თავში. მოკლედ ნახოთ. კი ბატონო, მხოლოდ ბევრი წარმატება, მებონო ცუბიძე ჩვენი სტუმარი. ბიბლუსი თოქს უყურებდით, მე გიორგი კეკელიძე გახლავართ, უსმინეთ მუსიკას, იკითხეთ ფრანგულ ლიტერატურა და ქართულ ლიტერატურა, რა თქმა უნდა.